გამარჯობა ფრილანსერებო, ეს არის არხი ფრილანს ფანჯარა და დღეს სტუმრად გვყავს ხათუნა მდინარაძე, რომელიც არის გაყიდვების ტრენერი და ორგანიზაციული განვითარების მენტორი. გამარჯობა ხათუნა. გამარჯობა ნინო. მე და ხათუნა დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მეგობრობთ. ჩვენი დაახლოება მოხდა ჯერ კიდევ კოვიდის პერიოდში, როდესაც ხათუნა ფსიქოკონსულტაციებსაც კი მიტარებდა იმისთვის, რომ საკუთარი პერსონალური მეპოვა და კარიერული განვითარების გზაზე თუ პირადში ასე შემდეგ დავლაგებულიყავი. და მოდი ახლა პირველ მიმართულებაზე რაც ვახსენე ხათუნა ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით ვისაუბროთ, რას აკეთებ და როგორ აკეთებ კომპანიებისთვის და რატომ არის დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. მოგესალმებით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს და მადლობა შენ მოწვევისთვის. რას ვაკეთებ ორგანიზაციებში? გააჩნია ორგანიზაციულ გამოწვევას, აქედან დავიწყოთ. თუმცა ყველაზე ხშირად რასაც ვაკეთებ არის გაყიდვების ორგანიზება, სტრატეგიის დაგეგმვა და ადამიანების გადამზადება გაყიდვებისა და მომსახურების კუთხით. თუმცა სანამ ამას დავიწყებ, რიგი გამოწვევებია ხოლმე ორგანიზაციებში. საიდან მოდის, ჯერ ვნახულობთ გენეზისი სად არის თითოეული პრობლემის თუ გამოწვევის, ვადგენთ ამას HR გუნდთან და მარკეტინგის გუნდთან ერთად, თუ ჩართულია ხელმძღვანელობაც, მაგას რა ჯობია თქო ვიძახი და ვნახულობთ აი სადაც წყდება ჯაჭვი, რაც ხელს უშლის შემდეგ გაყიდვებს. და ეს ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციებს გონიათ ხოლმე, რომ პრობლემა არის აუცილებლად იმაში, რომ არ იციან გაყიდვები, ესეც არის რა თქმა უნდა, თავისი ცოდნა უნდა ყველაფერს. თუმცა, მანამდე არის რიგი გამოწვევები. ეს არის ორგანიზაციული კულტურა. სწავლება და განვითარება რამდენად სტრატეგიულად არის აწყობილი. არის თუ არა შენთან დასაქმებული ადამიანი, ემთხვევა თუ არა იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების მატარებელიც შენ ხარ. ორგანიზაციული კულტურა როგორ არის შიდა კულტურა მოწყობილი, არიან ხელმძღვანელები ჩართული ამ პროცესში, არ არიან სამოტივაციო ჯაჭვი სად წყდება, ეს შეიძლება იყოს მატერიალურიც, არის რა თქმა უნდა და ვიცით ეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევა ერთგვარი, მით უმეტეს რითეილში. მატერიალური მოტივაციის გარდა არამატერიალური გამოწვევების სადიმალება და კარიერული განვითარება სად წყდება. და სწორედ ამის დიაგნოსტირებას ვახდენთ და შემდეგ უკვე გადავდივართ გაყიდვებს. ბევრ კომპანიას აქვს ხომ მსგავსი პრობლემა საქართველოში, რატომღაც არა აქვთ ეს საკითხები დალაგებული, რაც ხშირ შემთხვევაში მართლაც ურტყავს მათი თანამშრომლობის პროდუქტიულობაზე და რაც არ უნდა კომპეტენტური იყოს ადამიანი თუ ორგანიზაციის შიგნით ის თავს ბედნიერად დაფასებულად ან აღიარებულად არ თვლის, ის შეიძლება იმ შედეგებს ფიზიკურად ვერ დებდეს, რა მოლოდინებიც აქვს ხელმძღვანელობას და ხშირ შემთხვევაში ეს მოლოდინებიც მოდი ვაღიაროთ, რომ გადაჭარბებულია ხოლმე. თითქმის ყველა კომპანიაში არის თითქმის გამოწვევები რიგია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი ტიპის კომპანიები, სადაც ამაზე გამოწვევები არის, თუმცა ამაზე მუშაობს ხელმძღვანელობა და ასეთი ძალიან ცოტა, თუმცა ძალიან კარგია რომ არის. მეორე არის მეორე ტიპის კომპანიები, სადაც გამოწვევებიც არის, ტრენინგებს ატარებენ, არის აქტივობა და ბიუჯეტიც არის გამოყოფილი, თუმცა ყველაზე ხშირად გავრცელებული, რაც არის, ეს არის არ არის სტრატეგიული მიდგომა. ყველას გონია რომ რაღაც ერთჯერადად მოიყვან ტრენერს, 3 დღიან ან 5 დღიან ვორქშოპს ჩაატარებ და იქ ყველაფერი გადამზადებულია. მით უმეტეს დენადობის პირობებში ძალიან რთულია შეინარჩუნო მოტივაცია და რაღაც ერთიანი სტრუქტურა. გარდა ამისა, ასევე გამოწვევა არის ის, რომ არ უყვართ ხოლმე სიღრმისეული მიდგომა. ცვლილებები არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ფრონტის წინა ხაზით. ცვლილებები იწყება ტოპ მენეჯმენტით, აზროვნების მოდელირებით, დიზაინ აზროვნებით და ნელ-ნელა მერე სხვადასხვა რგოლებზე გადავდივართ. როდესაც მიდგება ხოლმე საკითხები უკვე გაყიდვების მიმართულებით ტრენინგებზე. შენი აზრით, გაყიდვების მიმართულება მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანებისთვის არის საჭირო, თუ ნებისმიერი ადამიანისთვის არის ეს პროფესია აუცილებელი იმისთვის, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ ცხოვრების გზაზე. მე მგონი ჩემი კითხვით უკვე გავეცი პასუხი ამ შეკითხვას, მაგრამ შენი პასუხი გაუზიაროთ მაყურებლებს, რადგან შენ ამ მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება გაქვს.
თავდაპირველად ჩვენს ქვეყანაში გაყიდვების სფერო ცოტათი კითხვითი ნიშნის ქვეშ იყო. ეს ასოცირდებოდა პირდაპირ იმათთან, ვინც ვაჭრობს და რაღაცნაირად მოტყუებასთან და რეპუტაცია გაფუჭებული ჰქონდა. თუმცა დღესდღეობით და განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, როცა სრული გადალაგება მოხდა არა მხოლოდ ბიზნესებში, ცნობიერების კუთხითაც და ადამიანებს გაუჩნდათ ამბიცია, რომ საკუთარი საქმით ისიამოვნონ და თან აკეთონ ფული, უკვე ყველასთვის, შემიძლია ვთქვა აბსოლუტურად ყველასთვის. ცალკე ადამიანი, რომელიც რაღაც პროფესია აქვს და თავისი სფეროს განვითარება უნდა, ადამიანები, რომლებიც ჩვენ ვიცით, სადაც ვართ ახლა სივრცეში, არიან ფრილანსერები და ყველაზე მეტად ტკბებიან თავისუფლებით, ყოველ შემთხვევაში მიდრეკილება ძალიან აქვთ აქეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი სხვა სფეროს წარმომადგენელს არ აქვთ, თუმცა ამ ადამიანებს განსაკუთრებით არ უყვართ თითქოს ეს რუტინული სამუშაო და სჭირდებათ საკუთარი საქმის კიდევ უფრო მეტად და ორმაგად წინ წაწევა, პრომოუშენი და გაყიდვა. და ადამიანები უკვე რომლებიც დასაქმებულები არიან ორგანიზაციებში. მგონი არ რჩება არავინ, ვისაც არ ჭირდება. გაყიდვები ცოტა სისტემური მიდგომაა რეალურად, იმიტომ რომ ადამიანს ხომ ასწავლის კომუნიკაციის ხელოვნებას, მოლაპარაკებების ხელოვნებას და კი ფრილანსერებს ნამდვილად სჭირდებათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აქვთ დამკვეთებთან ურთიერთობა და მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორი ფსიქოტიპის ადამიანთან აქვთ კომუნიკაცია, რათა შეძლონ ამ პროცესის მართვა, წინასწარ მოსალოდნელი შედეგების თვალისწინება ან მოსალოდნელ პრობლემებზე სავარაუდო რეაგირება. შენ ადრე მიყვებოდი, რომ იმისთვის, რომ იგეღო გამოცდილება და შეგესწავლა ფსიქოტიპები და ადამიანები, შენ მრავალი წელი მუშაობდი ერთ-ერთ გამომცემლობაში გამყიდველად და ატარებდი კვლევას. რამდენი წელი მუშაობდი? უთხარი მაყურებლებს. წელიწადნახევარი ვიმუშავე, თუმცა თავდაპირველად სულ ვამბობ, რომ ჩემი ამ სფეროში გადმოლაგება დაიწყო კრიზისით. ჩვენ ხომ გვაქვს ხოლმე რაღაცა წარმატების ეტაპები და გაყიდვებში საერთოდ მუშაობა დავიწყე პირველი კურსიდან და მივხვდი, რომ რაღაცები გამომდის. მაშინ არ იყო ამდენი ტრენინგები და კურსები ახლა როგორც არის და ვიმუშავე ბანკში, ვიმუშავე არასამთავრობოში, მარკეტინგულ კვლევებში, აი კარდაკარ გაყიდვებზეც მიმუშავია სტუდენტობის დროს და მივხვდი, რომ რაღაც მეტია ვიდრე გაყიდვა, იმიტომ რომ საერთოდ მავიწყდებოდა რა უნდა გამეყიდა, როგორ უნდა გამეყიდა, როცა ვდგებოდი ადამიანების წინაშე და საუბრობდით მათ პრობლემებზე. არა გამოწვევებზე, იმიტომ რომ მაშინ ეს სიტყვა აი ასე აქტუალურიც არ იყო. ყველგან სადაც შევდიოდი ის პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარებაზე მიწევდა მუშაობა და მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ჩემია და კარგია. შემდეგ სხვადასხვა კომპანიებში წავედი, მაგისტრატურაც დავასრულე და აი ის პერიოდია, რომ აი ძალიან კარგად ხარ და წესით ყველაზე წარმატებულად უნდა გრძნობდე თავს და არ ვიცი, ბედნიერათაც და აღმოჩნდა, რომ რაღაც დამაკლდა. და დავიწყე მე ძიება და ეს რაღაც იყო ის და აჩემება, მაშინ ასევე ეძახდი, რომ ცოდნები რომელიც მაქვს, მაინც რაღაც აი ცალ-ცალკე გაბნეული სადღაც ნასწავლი და ის რაღაც ერთიანი და ჩემი ხაზი არ მაქვს. ამიტომ დავტოვე ყველა ჩემი მიღწევაც, პოზიციაც და თავიდან დავიწყე ერთ-ერთ ჩემს დღემდე ყველაზე საყვარელ კომპანიაში მუშაობა ბიბლუსში კონსულტანტად და ზუსტად წელიწადნახევარი ვიწერდი თითოეულ წუთს, წამს, როდის შემოდიოდა მომხმარებელი, როდის იღებდა გადაწყვეტილებას, რამდენ წუთში, სხეულის ენას ვაკვირდებოდი. არ ვიცი თუ უკმაყოფილო წავიდოდა რა იყო ამისი მიზეზი და საკმაოდ ისეთი მსუყე მასალა, არ ვიცი ამას რა დავარქვა აჩემება და საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება გამომივიდა და საკმაოდ კარგათაც გამომივიდა, ვიტყვი ასე, რადგანაც ამან ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ მარკეტინგიდან და ბიზნესის სფეროდან ნელ-ნელა გადმოვედი ფსიქოლოგიის სფეროში და ახლა ალბათ დღემდე ჩემი ახალი ინტერესის სფერო რაც არის, იქედან მოდის საფუძველი ამან ჩაუყარა და ეს არის ნეირომეცნიერების როლი უკვე გაყიდვებში, აი ზუსტად იმ წამის მიასედებში, სად იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას, ან შენი კლიენტი რამდენად მოქმედებს რაციონალურ გადაწყვეტილებაზე, ემოციური საფუძველი და ფონი და მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჯდება ამ თანამედროვე მეცნიერებებში, რომელსაც ქვია ნეირომეცნიერება და უკვე მისი როლი ბიზნესებში დღეს ძალიან აქტუალურია განვითარებულ ქვეყნებში. ნეირომეცნიერება, ნეირომარკეტინგი, საერთოდ მე გავიგე, ესეც ბიბლუსის ჰოლდინგი, ბიბლუსი შედის ერთ-ერთ ჰოლდინგში, სადაც მე ასევე
მუშაობდი ოდესღაც უფროს მედია კონსულტანტად, მაშინ სარეკლამო პროდუქტებს ვყიდდი და ტრენინგი ჩამიტარდა, სადაც ერთ-ერთი მიმართულება ნეირომარკეტინგი იყო და გაყიდვების მიმართულებით გვიხსნიდნენ როგორ მოქმედებს მართლა სხვადასხვა გადაწყვეტილებები და მაშინ გავიგე მაკდონალდსში თურმე სუნის გამფრქვევები უყენიათ იმისთვის რომ მიიზიდონ მომხმარებლები, ანუ მართლა ცხობის ესეთი აქტიური სურნელი შეიძლება არ ტრიალებდეს რეალურად ვიდრე ხელოვნური სუნის გამაძლიერებლები იმისთვის რომ ჩვენს გადაწყვეტილებაზე მიიღონ იქონიან გარკვეული გავლენა. მაშინ გავიგე რომ თურმე კარფურში სპეციალურად საცხობი მაგიტომ არის განაპირა მხარეს რომ ადამიანებმა ეს სურნელი იგრძნონ და შეიყვანონ. მაშინ გავიგე რატომ არის ფასტ ფუდებში და მოლებში ხმამაღალი და რიტმული მუსიკა იმისთვის რომ სწრაფად გატარონ, სწრაფად მიიღო გადაწყვეტილებები, სწრაფად ჭამო, მალე გამოხვიდე და მაშინ დავინტერესდი ზუსტად და აღმოვაჩინე რომ არსებობს სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც ხდება კვლევა, თავზე უმაგრდება ადამიანს, ის ნეიროიმპულსებს იწერს, რაღაცა შკალასავით კეთდება, რაც საბოლოო ჯამში მე კვლევა რო იდება, გადაწყვეტილებების მისაღებად ფაქტობრივად ერთგვარ გზამკვლევს აკეთებს. შენ ამ სფეროში მე ერთადერთი ხარ მე მგონი საქართველოში ვინც გავიცანი ამ მიმართულებით. რამდენი ხანია რაც ხარ და სად შეისწავლე? დაინტერესებული ვარ ძალიან დიდი ხანია, თუმცა ამას ნეირომეცნიერება ერქვა თუ ნეირომარკეტინგი და გაყიდვები, მაშინ ასე ძალიან არ ვიცოდი. სულ პირველად ალბათ როცა წავიკითხე სხეულის ენა ვიფიქრე რომ აი ეს ის არის რაც ჩემთვის არის ყველაზე საინტერესო. მე აქედან გადავედი მიკროემოციებზე, მის წაკითხვაზე, სხვათა შორის პროგრამა მქონდა ნაყიდი, რითაც თვალს ავარჯიშებდი, როგორ წაიკითხვა ადამიანს აი ეს მიკროემოციები, პატარ-პატარა ცოდნები, რომელიც დაგროვდა, თუმცა ბოლო წლებია აკადემიური კუთხით არა, ინდივიდუალურად მასწავლეს ნეირობიოლოგია და დღემდე მადლობა ამ ადამიანს, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, ამერიკაში მოღვაწეობს და თუ კი რამე შეიძლებოდა და დღეს ამ სფეროში ითქვა, ეცადა ყოველ შემთხვევაში, რომ მთელი ეს ცოდნა ჩემთვის გადმოეცა. ნუ მე დავამატე პატარ-პატარა კურსები, თუ კი სადმე რამეს წავაწყდებოდი, ყველგან ყველაფერს გავდიოდი, რომ თქვა, რომ ქართულად მასალები ან პროფესიონალები ამ კუთხით ნაკლებია და თუ არიან ფსიქოლოგიის სფეროში. და ძალიან რთულია დააკავშირო მე ეს ცოდნები უნდა გადმოიტანო შენ, ამას კიდე ცალკე კვლევა და გაზომვადი მაჩვენებელი სჭირდება და გადმოიტანო მარკეტინგსა და გაყიდვებში, რაც სხვათა შორის ვერ ვიტყვი, რომ აი ასე ხშირად ხდება, რომ აი ეს ნეირომეცნიერება და ნეირომარკეტინგი რაღაც ძალიან იდეალურად ახასიათებენ, რომ ეხლა რაღაც ისეთი ჩატარდება, რომ всё ჩვენ ყველაფერს გავიგებთ. თუმცა მინდა იმედი გავუცხროა და ვუთხრო მომხმარებლებს, მაყურებლებს ის, რომ აი ასე არ არის. ერთი შეხედვით და ერთი კვლევებით აი რაღაც ჯადოსნობა არ ხდება. მაინც საბოლოო ჯამში მიდიხარ რაციონალიზაციაზე. განსაკუთრებულობა აქვს ის, რომ მე მაინც მგონია, რომ აი ნეირომეცნიერების შემოტანით მარკეტინგსა და გაყიდვებში საფუძველი კიდევ უფრო მეტად მყარდება ბრენდინგის. ანუ შენ თავარია ხელი გაიცალო და გაყიდო კი არა, აი ამით გადიხარ იმ გზაზე, რომ თავარია მიხვდე რა უნდა შენს მომხმარებელს და ღირებულება დაანახო და აი ეს ღირებულება სად იმალება, ბევრი კვლევა არ არის სხვათა შორის მარკეტინგში, იმიტომ რომ რაღაცა ეთიკურ რაღაცა ასე მივდივარ და რო ვთქვა რომ ბევრი კვლევა დაშვებული არის, არ ხდება ასე. არის იქ რაღაცა ზუსტად ფერების ფსიქოლოგია, მუსიკის, აი გემოს, ყნოსვის, თუმცა აი ასე ძალიან დაწვრილმანებული, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არაფერი არ არის, რაც ჩვენი ინტუიცია არის გარკვეული, რომელიც კიდევ უფრო ძველი ჩვენი, ანუ შეიძლება ბავშვობის მოგონებებიდანაც კი მოდიოდეს რაღაც. არა, მხოლოდ ბავშვობის, კიდევ უფრო იქეთ შეიძლება. კიდევ უფრო იქეთ, ხო, არაცნობიერი. ტვინისთვის ბევრი რამე გახდა ცნობილი ადამიანებისთვის, აი ვინც ამ სფეროშია იმ კუთხით, რომ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ვიცით, რომ ლიმბური სისტემა პასუხს აგებს ემოციებზე, რაციონალურ გადაწყვეტილებაზე ვიცით, რომ ნეოკორტექსი და ახალი ტვინი, ეს რაღაცები ცნობილი არის, თუმცა მე ვამბობ, აი ძალიან დაწვრილმანებულად ეს ყოველ შემთხვევაში ისე
როგორც სტერეოტიპულად გავრცელებული არის, რომ თუ ნეირომეცნიერება იცი, წკავდა ყველაფერი იცი, ასე არ არის. საბოლოო ჯამში მაინც მიდიხარ იქამდე, რომ ეძიო შენს მომხმარებელს რა სურს, რომელი ფსიქოტიპია, როგორი ცხოვრების სტილი აქვს, რაზე ოცნებობს. ნათქვამია ასე, რომ თუ კი შენ იმ დონეზე იცი, შენი მომხმარებელი, ძილის წინ რომ აქვს ის რაღაც 10 წუთი, სანამ დაიძინებს და მანამდე ფიქრობს, აი იმ ფიქრს თუ გაარტყამ და თუ მიხვალ იქამდე, რომ ისე კარგად იცნობ, რომ იცი რაზე ფიქრობს ძილის წინ, რაზე ოცნებობს და რისი ეშინია, უკვე შენ იცნობ მას და შეგიძლია უკვე იმუშაო მის ღირებულებათა სისტემაზეც, მის გამოწვევებზეც და დაეხმარო მას, რომ მეორე დღე და ხვალინდელი დღე კონდეს უკეთესი. ეს შეიძლება იყოს შენი პროდუქტი ან მომსახურება. ძალიან საინტერესოა. საქართველოში ძალიან ხშირად არის რიტეილში, ზუსტად განსაკუთრებით რიტეილში, გაყიდვების მიმართულებით ვაკანსიები, ეს ფრილანსინგ შეიძლება მთლად ფრილანსინგთან არ ასოცირდება. ახლა ზოგადად full time კანდიდატებზე გადავდივართ ჩვენ, მაგრამ ჯერჯერობით არ არის მთლად დაფასებული, იმიტომ რომ ყველას გონია რომ შენ რომ მაღაზიაში მიხვიდე და გახდე კონსულტანტი და გაყიდო, არის ძალიან მარტივი და აქ აწყდებიან რეალურად იმ საბონუსე სისტემებს, რომლებიც სწორედ იმიტომ არის შედგენილი, რომ შენ ან გააქტიუროს, ან დასახულ მიზნებს ვერ მიგაღწევინოს მეორე უკიდურესობა, რასაც ბევრი არაკეთილსინდისიერი კომპანია აკეთებს, მაგრამ არის სფეროები, სადაც გაყიდვებს აქვთ უზარმაზარი ანაზღაურებები, იმიტომ რომ ძალიან ნიშურ პროდუქციას ყიდიან, ძალიან ვიწრო სეგმენტი აქვთ, ისეთ ბრენდებს ყიდიან და ისეთ კომპანიებზე უნდა გაყიდონ რეალურად, რაც საქართველოში მართლა 1-2-ია, ჩემი და არის მაგალითად გაყიდვები და ძალიან კარგად ვიცი, არიან გაყიდვებში ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ყოველთვიური ანაზღაურება 600-ან 700 ლარი, მაგრამ არიან გაყიდვები, რომლებსაც წელიწადში შეიძლება 200-300 ლარიც კი ჰქონდეთ ზღაურება გამოსდიოდეთ და ვიღაცას რო ვეუბნები ხოლმე და ვუხსნი ხოლმე რა დონის მნიშვნელობა აქვს კარგად ამ პროფესიის ცოდნას ძალიან უკვირთ ხოლმე იმიტომ რომ არ წარმოუდგენია ჩვენს ქვეყანაში არის რიგი გამოწვევები ამ კუთხით და რატომ კომპანიაში რომ შედიხარ ან რომ ხარ სეილი თუ შენ მხოლოდ სეილი გეხება და სხვა ყველაფერი მოწესრიგებულია გაცილებით უფრო გიადვილდება მე არ ვიწყებ გაყიდვებს შენ ახსენი აქ პატიოსნება მე არ ვიწყებ გაყიდვებს პერსონალური ბრენდის და ზოგადად ბრენდინგის გარეშე. და რატომ? ჩვენ ნახეთ შენი საუბრიდან გამომდინარე, ირიბად თუ პირდაპირ შევეხეთ რეპუტაციას და რეპუტაცია ვიცით ჩვენ რომ ეს არის უკვე ბრენდი. ვორდინგში გადმოიტანო შენი კომპანია რას ყიდის გარდა პროდუქტისა. ეს ძალიან რთულია და ამას ცოდნა სჭირდება და ამას სწავლა სჭირდება. მე უბრალოდ მოლაპარაკება კარგად იმისთვის რომ კარგი სეილი იყო ნებისმიერ სფეროში არა მხოლოდ სეილი შენ გჭირდება პირველ რიგში კი ბატონო შენი სკილები და უნარები ამაზე ვთანხმდებით შეიძლება მე ვარ ტიპი რომელსაც მაქვს უნარი რომ რაღაცა კარგი ვიყო მოლაპარაკებაში თუმცა ეს არ არის საკმარისი ეს არის საბაზისო basic რასაც უნდა დააშენო შემდეგ ნებისმიერი პროფესია. ამ უნარების მერე გავდივართ იქეთ რომ ადამიანებმა არიციან საკუთარი პროდუქტი და არიციან საკუთარი კომპანიის ღირებულებათა სისტემა, პრიორიტეტები, ბენეფიტები არიციან. არიციან პროდუქტის ბენეფიტი და არიციან კომპანიის ბენეფიტი და უბრალოდ მიდიხარ და ყიდი პროდუქტს. ძალიან რთულია მშრალად პროდუქტი გაყიდო და ამიტომაც კითხვით ინიშნები შემდეგ მოდის ზუსტად გაყიდვების წარმომადგენლებზე ზოგს ბროკერის მაგივრად მაკლერს ეძახიან არ ვიცი ზოგს ახლა მოვა და მთავარია თავისი გაყიდოს ამიტომაც არის ასე ამიტომ რომ ეს სფერო არ დგას აკადემიურადაც არ დგას მოწინავე პროფესიებში მოთხოვნა არის თუმცა ან უნივერსიტეტებში შედის რაღაცა მარკეტინგის გაყოფილებაში და ერთ-ერთ პუნქტს სწავლობ აი ცალკე როგორც ტრენინგ კურსი თავისი თუნდაც გამართული ცოდნებით აკადემიური ნაშრომებით ფსიქოლოგიის შემოტანა გაყიდვებში მოლაპარაკების მართვაში პერსონალურ ბრენდინგში რომელიც ფილოსოფია ეს ხომ არ არის უბრალოდ რაღაც მარკეტინგული ხრიკი ეს ყველაფერი კომპლექსურია და ეს არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. არ სერტიფიცირება არ არის ხათო ამ მიმართულებით, რაც აუცილებელია. ისეთი რაღაცები თქვი შენ ახლა, რომ პირდაპირ გადმოვერთე ახლა მე ფრილანსერებზე, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გვაქვს დამკვეთებთან ურთიერთობა, ერთჯერადი იქნება ერთ task-ზე, ერთ თვიანი, რამდენიმე თვიანი, ან თუნდაც მივდივართ full time-ზე ვიწყებთ სამსახურს, გვიწევენ რეკომენდაციას თუ მივდივართ გასაუბრებაზე მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვენ თავს ყიდით. ხო, ნუ ეს გაყიდვა, შენ უნდა შესთავაზო ადამიანს, იმან უნდა აგიყვანო, შენ ხელფასი უნდა გადაგიხადოს. უნდა დაარწმუნო, რომ შენ იქ იმსახურებ მუშაობას, გიწევს მუშაობა თუ გინდა მუშაობა, არც ამას არ აქვს მნიშვნელობა. დარწმუნება. აი ამ შემთხვევაში უკვე შენ რომ ყიდი, რა როლი შემოდის ამ მიმართულების? პირველ რიგში ვიტყვი იმას, ცუდად რატომ აღიქმება საკუთარი თავის გაყიდვა. თვითონ ტერმინში არის სავარაუდოდ პრობლემა. ჩვენი თავი პიროვნება, განსაკუთრებით ქართველებს ეს ძალიან ისეთი სენსიტიური თემაა და უცებ ამას ემატება მეორე ტრიგერ სიტყვა გაყიდვა და პიროვნების რაღაცა იდენტობის აი ასე აღვიქვამ და უკვე შეიძლება ეს არ თქვა და თქვა რომ თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კულტურული ის არის ბლოკი ერთგვარი, აი ეს მომენტი ყველას აქვს ხოლმე, რომ ჩემი თავის გაყიდვა, ნუ მე ჩემი სფერო არ არის, ჩემი არ არის ვამბობთ ხოლმე, საბოლოო ჯამში ყველას დამაკნინებლად მიმაჩნია. არა და პატარა რაღაც არის აქ, საკუთარ რაღაც მეს კი არ ყიდი, შენ ყიდი შენს როლს. და ამ როლში არის შენი პროფესიონალიზმი, ხო? ანუ ის როლი, რომელი როლიც არის მაგალითად ვიღაცისთვის, რომ თუ მე შევდივარ კომპანიაში და ვარ ბუღალტერი და ჩემს მომსახურებას ვყიდი და ხელფასი მაქვს 2000 ლარი, აი აქაც ასეა, მაგრამ აი საკუთარი თავის გაყიდვა უკვე უარყოფითი ტრიგერია. შენი მე ყოველთვის გააქვს. შენი თავი ყოველთვის გაქვს და შენი ღირებულებათა სისტემა, რომელიც არის ხშირ შემთხვევაში უცვლელი. და ამას არ ეხები. ეს უბრალოდ როლია, ცოდნები, რომელიც დააგროვე. და ამის ფორმულირება ასე როგორც კი შემომაქვს, მაშინვე უკვე აი სხეულის ენას ეცეწყო, თუ კი აქამდე მოჭიმულია, აი მე რა ესეწყება, პრინციპში ხო. პრინციპში ხო. ასეა. რამდენიმე დღის წინ სხვათა შორის ერთ-ერთ ჩვენს ვიდეოზე ძალიან ნეგატიური კომენტარი დაიწერა ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით და რომ კითხულობდი, მევე გამიკვირდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ამბიცია აქვთ და პრეტენზია იმაზე, რომ რა ვიცი, მაღალანაზღაურებადები იყვნენ, დასაქმებულები იყვნენ და ასე შემდეგ, ცოტა არ უდგებიან სათანადოდ აი ამ როლის შენი როგორც პერსონალური ბრენდის მომზადებას, თუნდაც გასაუბრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, რა დროსაც მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურები, როგორ ზიხარ. ამაზე ძალიან კარგმა ექსპერტმა სალომე სულაბერიძე მილაპარაკა ერთ-ერთ ჩვენს ვიდეოში სხვათა შორის და თანამშრომლობთ, აქედან კიდე მოკითხვა სალომეს. როგორი მიდგომები არსებობს რა, რეალურად დამაკნინებლად მიაჩნიათ ერთი და ფიქრობენ, რომ HR-იც ადამიანია და რატო უნდა მოვემზადო და რატო უნდა დავდგა რაღაცა სამსახიობო პერფორმანსი იმისთვის, რომ მე დამასაქმო და რატო უნდა მოვიტყუო და თავი უნდა გავასაღო იმად, ვინც არ ვარ. რეალურად ის ხარ, ვინც ხარ. შენ უბრალოდ ამ ყველაფრის უკეთ პოზიციონირებას ვცდილობ, უკეთ წარმოჩენას, იმიტომ რომ შენ თუ ესე მიხვედი და იცი რა, მე ძალიან კარგი ვარ, რაღაცა, ანუ ეს ხმის ინტონაცია, ხმის კანკალი შეგეტყო, ის ხელების გაქცევა, გამოქცევა, იქ თუ არ დაგინახეს, რომ თავდაჯერებული ხარ, ნერვიული ხარ და ასე შემდეგ, შეიძლება საკუთარი ბრენდი არ განდონ, იმიტომ რომ შენის ბრენდი რა პროფესიასაც არ უნდა აკეთებდე, კი უნდა გაყიდო, იმიტომ რომ შენი საქმით მათ წარმატება უნდა მოუტანო, ხო? ორი მხარე აქვს ყველაფერს. კადრების უფროს, ახლა იმიტომ ქვია ტალანტების მენეჯერი, რომ აი ამ ზუსტად კადრებიდან უნდა გადმოხვიდე იმაში, რომ შენთან გასაუბრებაზე რომ მოდიან, მასში ნერვიულობა კი არ დაინახო, ისე წარმართო პროცესი, რომ რაც აქვს ნიჭები, რაც აქვს უნარები, აი ამის წამოწევაზე დაეხმარო, იმიტომ რომ შენც კომპანიაში რეალურად გინდა ადამიანი, რომელსაც რაღაც უნარი აქვს, რომელსაც დაეყრდნობი და მე ამას აქცევ ტალანტად. ეს ერთი მხრიდან. ეხლა აქედან რომ შევხედოთ თუ კი სულ იმის იმედზე ვიყავი, რომ იცი რა მივალე ხა მე და წამოწვევები კომპანიაში და ტალანტების მენეჯერი ქვია და ჩემში ტალანტი და რა თქმა უნდა ასეც არ არის. და იცი სად იმალება აქ ძაღლის თავი? გავიგე რომ მე ასე ვიწყებდი. აი შენ პანდემია ახსენე, პანდემიის დროს მე მქონდა ძალიან ბევრი ესეთი სოციალურ გარემოზე მორგებული ტრენინგები და სრულიად ისე უსასყიდლო და უფასოდ ვატარებდი ამ ტრენინგებს, იმიტომ რომ მინდოდა ადამიანებს მეც ესე მოვხდი შენთან. დავხმარებოდი მათ შორის, შენს ჯგუფშიც და ჩემს ჯგუფშიც. და ვიწყებდი ასე ტრენინგს, როცა პერსონალურ ბრენდინგზე მუშაობდი. მე ამ კუთხით რა თქმა უნდა არ მუშაობ, უბრალოდ როგორც ფსიქოკონსულტანტი იუნგის მეთოდოლოგიას ვიყენებ და საწყის ეტაპზე მით უმეტეს გაყიდვებში შემაქვს ეს თემა. გავიგე რომ კარგი ხარ. ჩვენ ეს გჭირს ხოლმე, იცი რა, კარგი პროგრამისტი ვარ, თუ კარგი ბუღალტერი ვარ, თუ კი კარგი ფინანსისტი ვარ, თუ კი რაღაც დაგიმტკიცო.
თუმცა აქ იმაში არის ზუსტად გამოწვევა დამალული, რომ მე გავიგე რომ კარგი ხარ, თუმცა მე კომპანიაში ჩემთან როცა შემოდიხარ, შენი კარგობით მე რასარგებელი მაქვს. ეს უნდა დამანახო და ეს ორივე მხარეში თითქოს რაღაცა ჩატეხილი ხიდია და ამას ავსებს კომუნიკაცია. აი ეს არის ზუსტად კომუნიკაცია, რომ შენსა და ჩემს შორის რამდენად სწორად მიდის სათქმელი და რამდენად აგვარებს პრობლემას, გამოწვევას რამდენად პასუხი. ესაა ზუსტად კომუნიკაცია და ეს არის პერსონალური ბრენდი, არის სწორი კომუნიკაცია შენს აუდიტორიასთან. და აქ იცი რა, მე მაინც კარგი ვარ, მაინც იქ მივდივართ. ეს არის გადმონაშთი კულტურული ბლოკი, რომელიც აუცილებლად ძალიან მალე ამაზე კითხვით ინიშნები აღარც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილია ახლა და ისეთი პოპულარულია პერსონალურ ბრენდინგზე ტრენინგების კურსების და მათ შორის ჩემი ერთ-ერთი კოლეგა ძალიან კარგად მუშაობს ამ კუთხით ნინო, თუმცა მაინც არსობრივად უჭირს და არ იციან და გონიათ რომ პერსონალური ბრენდინგზე მუშაობა ეს არის ინფლუენსერობა და უნდა ვიყო ძალიან ცნობილი და იცი რა არ მინდა იქნება ყოველ წამს Facebook-ზე მეჭიროს ხელში და ლაივებში ვიყო. არასწორად აღიქვამენ ახლა მით უმეტეს როცა ინფლუენსერების სფერო ასეთი აქტუალური გახდა და არა და სულ სხვა რამეა პერსონალური ბრენდინგზე მუშაობა. ჯერ გამორკვევა იმისა, ვინ ხარ შენ და რა გინდა და მე ამ შენი კარგობით მე ასე ვეძახი გარემოს რასარგებელი. მე რა რომ კარგი ხარ. დაგისვამ საკუთარი თავისთვის ეს შეკითხვა. როგორც კომპანიამ უნდა დაანახოს მომხმარებლებს ღირებულება რომ იყიდონ, ისე ადამიანმა უნდა დაანახოს გასაუბრებაზე, მოლაპარაკებაზე სხვა ადამიანს იმისა, რომ იქ ყოფნას ის იმსახურებს. კი, შენი უნივერსალურობა. როგორც კომპანიამ რა თქმა უნდა, ვინც გიყვანს, იმანაც უნდა დაგარწმუნოს, შენი უნივერსალურობა ამ შემთხვევაში ასე ცალსახად არავის არ სჭირდება. ყველა სჭირდება შენ ამ პირობითად 10 კარგი თვისებიდან იმ 3-4, რომელიც მე მჭირდება, ამას როგორ მომარგებ და როგორ შევთანხმდები და აი ამ საკითხში. საქმიანი მოლაპარაკებაა ეს, თორე პირად ურთიერთობაში კი ბატონო, ხა იქ სხვა რაღაცებია, მაგრამ საქმიან ურთიერთობაში შენ რომ ფრილანსერი ხარ, ვიცი რომ ცოტა აი მოდუნებული ტიპი ხარ, არ ხარ შეიძლება მოჭიმული და ორგანიზაციური და კომპანიური ტიპი. მესმის ეს და ძალიან კარგია და ამიტომ არის ეს სფერო ასეთი აქტუალური დღეს, რომ თანამედროვე თაობაში ეს რაღაცა მოჭიმულობა კარგავს აქტუალურობას და გადადის თავისუფლებაზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დისციპლინა ამოაგდო აქედან. ქაოსი არავის არ სურს. მათ შორის არც არ ვიცი თავისუფალი ტიპის ადამიანებსაც და კომპანიებსაც, თუმცა დისციპლინა აუცილებელია. ამის ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს, რომ ქაოსი შექმნა. ქაოსში ფულს არავინ არ გადაღიხდის. მე ასე ვიტყოდი, რომ ჭრდილში არ უნდა გადავარდეთ. თუ კი მე ფრილანსერი ვარ და ვიცი რომ ასე ფიქრობს ჩვენი აუდიტორიაც და ეს ადამიანებიც უბრალოდ ამას ვამბობ ხშირად, რომ კომუნიკაციაში რაღაცები გვეპარება ხოლმე და ისე ვერ ვამბობთ, როგორც მინდა რომ ვთქვა. ხომ არის ასეთი გამოთქმა, რომ იცი რა, ამის თქმა მინდოდა და ასე გამომივიდა. პირად ურთიერთობებში, ხო? აი გეწყინა, მე კი არ მინდოდა რომ ეგრე მე ვთქვა, მაგრამ ესაა ზუსტად კომუნიკაცია, რომ ზუსტად ვერ გადმოვცემთ ხოლმე სათქმელს მით უმეტეს მოკლე დროში და მით უმეტეს ახლა როცა დრო დაჩქარდა, ძალიან დაჩქარდა და ძალიან რთულია უცებ ვიღაც რომ მინდა წკაბდა გამახსენდეს ამაზე ვინ მუშაობს და ამაში გეხმარება შენ გაყიდვებში გეხმარება პერსონალური ბრენდინგი, ანუ ცნობადობა შენ სფეროში და ეს ცნობადობა უბრალოდ კი არა რომ ვაიმე სულ ჩანხარ და რომ ჩანხარა მაგარია. არა, რამდენად ასოცირდები შენ საქმესთან და პლუს ამას რამდენად ასოცირდები როგორც პროფესიონალი. ხო. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მიმარტივდება გადაწყვეტილება და შესაბამისად მე რომ კომპანია ვარ, შენს მიმართ უკვე ნდობა მაქვს. იმიტომ კი არა რომ ცნობილი ხარ ან ცნობადი. არა, შენს შესახებ იმ თუნდაც ვიწრო აუდიტორიაში. მე მაგალითად ინტროვერტი ვარ და საერთოდ არ მიყვარს ჭირდება, თორემ საერთოდ არ მიყვარს სულ ან ტელევიზიები, ან პოდკასტები, ან სულ ლაივები არ მიყვარს. რაღაცებს მთხოვს, ჩემი საქმე და აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელებში ვაქტიურობ. თუმცა აი სრულიად ჩემინება რომ იყოს, არა, უფრო სტრატეგიაზე მიყვარს მუშაობა და შიგნით კომპანიებში. თუმცა ითხოვს ჩვენი საქმე. ამიტომ 100,000 კაციდან არ არის აუცილებელი 100,000 გიცნობდეს. შეიძლება 1000 გიცნობდეს ამ შენს პროფესიულ საქმეში, აუდიტორიაში თუ სეგმენტში და აი გქონდეს უკვე შენ სახელი. სახელი და რეპუტაცია რომელიც არის იმას მე რასაც კვირდები შენ არაცნობიერად. ვუპასუხო ამას ცნობიერადაც, ანუ ჩემი იმიჯი პასუხობდეს ჩემს დაპირებას და თუ კი მე ამ ორივეს ერთად ვასრულებ, უკვე ეს არის რეპუტაცია. ანუ როგორ შეგისრულებ. ანუ სახელი უნდა პასუხობდეს, რეპუტაცია უნდა პასუხობდეს, გავიგე. როგორ უნდა შევიქმნათ სახელი, რეპუტაცია, როგორ უნდა დავიწყოთ ზოგადად?
გააჩნია რა გსურს. მე ერთ-ერთ საყვარელ ბრენდინგის სპეციალისტთან მქონდა ამაზე საუბარი და სულ ვეძიები ხოლმე რომ ეს ბრენდინგი ხო მაინც ფილოსოფიის და რაღაცა ფსიქოლოგიის ნაწილია და სულ მაინტერესებს ხოლმე რომ ამას როგორ აღიქვამენ ამ სფეროს პროფესიონალები და მას ვკითხე რა უცებ რო გკითხოთ ხო რა არის ბრენდინგი რას მიპასუხებ მეთქი და ასე მითხრა რომ მე ვინ ვარ და მე რა მინდაო ჯერ ეს უნდა გაარკვიო კარგათო და ძალიან მომეწონა ეს ფრაზა. ის კი არა რომ მე თავიდან დავიწყო გარკვევა იმისა რომ ახლა ჩემს ბაზარს რა მოეწონება, მით უმეტეს როცა ფრილანსერი ხარ. არა, შენ ვინ ხარ და ტრენინგებში მაქვს ხოლმე შეტანილი რა არის ჩემში ის რაღაც, რაც ჩემდაუნებურად და თავისთავად მუშაობს. აი ამას რომ მიპოვი, მე ამისი გატანა უკვე სოციუმში და მე შეგიძლია იქ ბაზარს აქედან რასურს როგორ წოდო როგორ გაყიდო ამ ყველაფერთან ერთად მაქვს თუ არა გაყიდვებისთვის გამზადებული call to action-ი სტრატეგია ვერ ვიტყვი ერთი პასუხი არ არსებობს თუმცა ეს template და შაბლონი თუ შეიძლება რომ რაღაც ოქროს წესად გაატანო შენ ვინ ხარ და რა სიამოვნებს რომ აკეთო ეს და ჯერ შენ მიიღო ამით სიამოვნება მე ამ შენი კარგი საქმით უკვე სეგმენტს რას თავაზობ სარგებელს რა ღირებულებებს უქმნი და მე უკვე ეს ყველაფერი როგორ ამას უკვე ცოდნა უნდა თანამედროვე ცოდნა რომ როგორ გაყიდო კი მე მოდის გაყიდვა კი როგორ გაყიდო ახლა ვიღაცა გამოვა იტყვის და ეგრე სადარიო რომ იმას ვაკეთებდეთ რაც გვიყვარდესო მაგრამ განმეორდები და შენს ვიტყვი შენს ნათქვამს ვიტყვი რომ ძაღლის თავი მართლა იქაა დამალული რომ საბოლოო ჯამში ის აკეთო რაც გსიამოვნებს იმიტომ რომ ეგ უფრო წარმატებულს გახდის ბედნიერს როცა ბედნიერი ხარ, რა თქმა უნდა, უფრო პროდუქტიული ხარ, იმიტომ რომ შეუძლებელია ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ადამიანმა შეიძლება გააკეთოს საქმე კარგად, ის რაც არ უყვარს. იმიტომ რომ მას ეს ყოველთვის დაეტყობა სამუშაო შედეგებზე, სახეზე, განწყობაზე, ადამიანებზე და ურთიერთობებზე. და შენ თუ დღევანდელ დღეს იქნები ადაპტირებადი იმ გარემოზე, რა მოთხოვნებიც არის დაყენებული, ვიღაცა ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა თავის რეპუტაცია, შეიძლება იყოს არარელევანტური და შენ, როდესაც ღირებულებებს მართლა ხედავ და საჭიროებებს კომპანიის და უფრო ჰუმანური ხარ, უფრო ღია ხარ, უფრო არ ვიცი, კომუნიკაბელური ხარ, არ გაქვს ეს რაღაცა იმიჯი და რეპუტაცია შექმნილი, რომ ცოტა ზემოდან უყურებ რაღაცეებს, ხო? უფრო წარმატებული შეიძლება გახდეს საბოლოო ჯამში, რომ შენი თავი აი ზუსტად ამან გახადოს ბრენდი და ნუ მე ეს გაყიდვაზეც აისახოს. რელევანტური უნდა იყოს ალბათ ამის რომ შევაჯამო შენი ნათქვამი რელევანტური უნდა იყოს იმასთან რაც მე ვარ შინაგანად. კი ბატონო, მოყვები, მან და ჩვენ ახლა აქედან გადავედით мотиваციის თემაზე. შინაგანი და გარეგანი мотиваცია. და იმაზე რომ აი რაც არ უნდა ბევრი შენიშრომო თუ პროფესიონალურად, მით უმეტეს დღეს ხელოვნური ინტელექტის ხანაში ძალიან რთულია ისეთი რაღაც გააკეთო რომ გააგიჟო მოკლედ აი არ ვიცი, აი რა გამოგონებაც კი უკვე რაღაცა ისეთ დადგა. აღარ გვიკვირს აღარაფერი. და მე ვამბობ რომ ამდენმა თანამედროვე მიღწევებმა ჩვენ მიგვიყვანა იქამდე რომ ჩვენში გამოვათავისუფლოთ ის მექანიკური რაღაცები და დავიტოვოს სუფთა ადამიანი. აი ადამიანურ მე მგონი რომ დადგადრო რომ ვიყო ადამიანი და ეს გავიტანო უკვე ბაზარზე. თუ კი აქამდე იცი რა მაგალითად ვაკეთებდი რაღაცას და აუ ეხა მეზარება ტექნიკურად რაღაცა წვრილ დეტალს უნდა დავახარჯო ჩემი დროის 4 საათი, ახლა უკვე ნახე გამოგითავისუფლდა და ეგ 4 საათი შენ შეგიძლია ახლა 10 წუთში დაიხმარო ასისტენტად ხელოვნური ინტელექტი გააკეთებინო და ის 3 საათნახევარი თუ რამდენიც დაგრჩა, იყო ის ვინც ხარ და იმუშაო იმაზე რომ მე ეს როგორ დაანახო გარემოს. ეს ზუსტად შინაგანი мотиваცია. გარეგანი არის იქ რა თქმა უნდა მატერიალური, არამატერიალური, ასეც არ შეიძლება მარტო შინაგანი და უკვე всё გავსხივოს, უნდა კონკურენციაში ვართ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ახლა კარგია ლამაზი სიტყვები, მაგრამ გარემოში ხარ, ვინც ყველა საკუთარ თავი გაქვს ბაზარზე, ყველა ცდილობს რომ შენ თუ აკეთებ რაღაცას საიტს მაგალითად, შენნაირი კიდე 500-ია და ისიც აკეთებს. აი ამიტომ არის რომ მაინც გავდივართ ემოციებზე, მაინც გავდივარ იმ პირველად იმპულსებზე, აი მე რომ შენ დაგინახე მაგალითად და მოვედი შენთან მოლაპარაკებაზე, დღეს სადღაა ის დრო, რომ ცუდი მითხრა რამე, ხო? ან შემიყვირო, ან წარბი შემიგრა, ან შეურაცხყოფა მომაყენო, მაგრამ სხვასთან კარგად იყავი. უკვე დავისწავლეთ, ვიცით რომ რაღაცა ძალიან ისე პოზიტიურად და რაღაცა საქმიანად საუბრობთ და ეს ეთიკური მახასიათებლები შემოვიდა, მაგრამ ნახე რჩება, ფონად მე რომ გავედი აქედან, რა ემოცია გავიტანე.
შენი და იმპულსი, აი, ასე ვარ ცოტა შებოჭილი ვარ, იცი რა, როგორი გოგოა და თუ თავისუფალია ნინი და მიმღებელია, მაშინ ცოტა უფრო მოდუნებული ვარ მეც და კარგად ვარ. თუ ვატყობ რომ აი რაღაცა სიტყვებით სწორად ამბობს ყველაფერს, მაგრამ როგორ ამბობს, ამან ჩემში ცოტათი რაღაც მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ უარყოფითი იმპულსები დატოვა, რომ გავედი აქედან და არჩევანი უნდა გავაკეთო, მოდი ვიტყვი რომ აუ ნინი არა რა, მოდი ელენე იყოს და რატო რომ აი რა ვიცი, ორივეს ერთი და იგივე ქონდა პროდუქტი, ან მომსახურება, მაგრამ რა ვიცი, რაღაცა გული უფრო ელენესთან მიმივიდა. ჩვენ ხომ ამას ვერ ვაცნობიერებ და ეს გული იმასთან უფრო მიმივიდა, ზუსტად არის რომ რა ემოციური ფონი დატოვა ჩემში ელენემ და ნინიმ და ამაზე დაყრდნობით მივიღე მე რაციონალური გადაწყვეტილება. თუმცა ისიც არის, ჩვენ ვახსენეთ ტოქსიკური პოზიტიურობა, თუ კი მე შინაგანად ვიტყუები, ანუ შინაგანად ვარ სხვა და ამის გადაფარვა დაცვითი მექანიზმით მინდა და უკვე გადამივიდა ტოქსიკურ პოზიტიურობაში, მაშინ მირჩევნია რომ შენ ცოტა წარფშეკრული მეჯდე და იყო ადეკვატური და რელევანტური, ვიდრე მიღიმოდე და ეს ღიმილი იყოს ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ იმპულსებით ვერ ვატყუებთ ადამიანებს. მინდა ეს მოისმინოს დედაჩემა, რომელიც სულ მეუბნება რომ არასდროს ვიღიმი. ჩვენ არაცნობიერი იმპულსები, მეორე ადამიანის არაცნობიერი იმპულსი იცნობს და ჩვენ ეს კავშირი მოკლედ გვაქვს და საბოლოოდ აი ზუსტად ეს თქვი რომ გადაწყვეტილებას როცა ვიღებ მარტო ღიმილზე და არა ღიმილზე არ არის რელევანტურ და გულწრფელობაზე არის საუბარი. შეიძლება ეს ყველაფერი დახვეწო, ცოტა გასაუბრება იქნება, მოლაპარაკება იქნება, თან ამას ცოდნა უნდა, ეხა მოლაპარაკება არ არის მარტო ის რომ მე გულწრფელი ვარ და მოვედი და არიქა ყველაფერი კარგად არის. მოლაპარაკებას თავისი ეტაპები აქვს, თავისი ცოდნა უნდა, ცალკე მიმართულება, ამას სწავლობს ხალხი იმდენი ხანი და იმდენი წელი სწავლობს და ამაში ხელოვნდებიან. აი როგორც შენ მაგალითად ფეხბურთს თამაშობ ან რაღაცა და ტექნიკურად ისწავლე კარგად და მე გახდი რომ დაიბადე, შეიძლება ნიჭი კონდეს, მაგრამ ხომ არ ხარ არა საუკეთესო. აი ასე წვრთნა ხდება ამის იძერწება. საბოლოოდ მაინც მივდივართ იქიდან, აი როგორც პლასტელინი შეგიძლია აიღო რაღაცა თვისება, რომელიც შენთან ახლოსაა და შენ ზღირებულებასთან და მე მოკიდო ამას ხელი და მთელი ცხოვრება ძერწო. ვიღაცამ შეიძლება აი ჩემნაირმა გამოზერწოს რაღაცა ყვავილი და ვიღაცამ შეიძლება ამით შექმნას შედევრი. და ეს უკვე მე ეს აპდეიტები უკვე შენზეა დამოკიდებული, შენს უნარებზე, რამდენად იპოვე შენი თავი, რამდენად იმუშავე საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ეს პროფესიონალები უცებ წკაბ და არ ვიბატებით, ხო? და შენ ახსენე ასევე კიდე ბავშვობა. სხვათა შორის აი ამაზე გამახსენდა წლების წინ, როცა ფრილანსერი ასე ტერმინიც კი არ იყო და აი რაღაცა ჯერ შინაგანი მოთხოვნილება იყო აი აქეთ რომ მიდიოდა ტრენინგების დროს ჩავატარე ასეთი პატარა რაღაც არტ თერაპიული სავარჯიშო, რომელსაც ერქვა თქვენი ოცნების ჩემი იდეალური ჩემი საოცნებო სიტუაცია როგორია მომავალში. კარიერული კუთხით როცა მუშაობდი და აღმოჩნდა რომ ადამიანები რომლებიც ხატავდნენ ჰამაკს, ჰამაკში ლეპტოპს ან ჰამაკთან ახლოს მაშინ ჰამაკი ან სახლში კომპიუტერი, იცი რომელი პერიოდია, თან პერსონალური კომპიუტერები რომ გვაქვს და თან ხო და თან ლეპტოპებიც რომ რაღაცა ახალფეხმოდგმულია, მთლად ასე არა, მაგრამ აი რაღაც სიტუაციას მიხატავდნენ ჰამაკში და მუშაობდნენ სახლიდან. ან იყვნენ ზღვაზე, თან ოცნებას როცა ხატავი ხო ყველაფერი მოსულა და დაშვებას აკეთებ, ხო? ან იყვნენ სადღაც წასულები დასასვენებლად და იქედან აი რაღაცნაირად აი ასე არქმევდნენ რომ რავი, რამე ისეთი რომ იქედანაც გავაკეთო საქმე. მაშინ რა თქმა უნდა ეს წარმოუდგენელი იყო, რომ აი ეგეთე სადღაც წამოწვე და აუ რა კაი იქნება, თუ ოცნება, მოდი ოცნება იყოს და წამოწოლილი რომ საქმე კეთდებოდეს, ან არ ვიცი რაღაცა ჰამაკში რო იყო და თან რაღაცას და ნელ-ნელა მივდივართ იქეთ, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, პოტენციური ფრილანსერები, რომლებმაც ეს ოცნება აი პირდაპირ გაგებით კი არ დაწუნენ და ისე კი არ აკეთეს საქმე, მაგრამ მოირგეს თავის სასიკეთოდ და დღეს შენ შეგიძლია ერთი პატარა ლეპტოპით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან თუ კომიდან ადგილიდან იმუშაო. ლეპტოპით კი არა, ტელეფონით მუშაობდი, ბარსელონაში მოლში ვიყავი, ჩემო უფროსმა დამირეკა და იმდენი საქმე ვაკეთე ტელეფონით და როუმინგით, რომ არ ვიცი, შეიძლება მთელი დღე ვერ გამეკეთებინა, იმდენად მობილიზებული ვიყავი, რომ სწრაფად მომესწრო ის საკითხები. იცი რა, რაღაც მინდოდა მე თქვა. ხო, ახსენე საუბრის დროს სხეულის ენა. ეს ვიცი თეორიის დონეზე მე, რომ სხეულის ენა ძალიან მნიშვნელოვანია, ასე შემდეგ და პატარა მასტერკლასი რო ჩაგვიტარო,
აი რა გავითვალისწინოთ ხოლმე სხეულის ენა, როგორ არ მოვიქცეთ, ან როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ჩვენზე უფრო დადებითი შთაბეჭდილება შევქმნათ, ან უფრო ჩვენი თავი არ შევინიღბოთ, არ ვიტყუებით, ხო რეალურად, უბრალოდ რომ დავერწმუნოთ მოლაპარაკებაზე ადამიანი, რომ ჩვენ ვართ სანდო. ყველაზე გავრცელებული და ბანალური არის, რომ ჩაკეტილი სხეულის ენა არ უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის ახლა ჩვენ ფეხი-ფეხზე გვაქვს გადადებული, თუმცა სხეულის ენა ასე ცალსახად სათქმე ეს ერთ-ერთი ფაქტორია არ გეუბნება, იმიტომ რომ შეიძლება შენთვის ეს კომფორტული რაღაცა სტილი იყოს ჯდომის. და არ მიყვარს სიმართლე რომ გითხრა, ესე ცალსახად ავიღო რაღაც და თქვა რომ ეს არის შენი რაღაცა წარმატების ფორმულა. ის შემიძლია გითხრათ რომ ღია სხეულის ენა არის სანდოობის ერთ-ერთი დამადასტურებელი რაღაცა იმპულსი ჩემში. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს. აი გულწრფელობა თუ კი მე მაგალითად ღია ვარ გეუბნები და იცი რა ვისწავლე რომ აი მაგალითად ეგეთი დაჯდომა თავდაჯერებულობის ნიშანია და მე შინაგანად არ ვარ თავდაჯერებული ხმა მიკანკალებს და აი ასე ვარ ამას ჯობია რომ როგორიც ხარ მართლა ისეთი იყო. ამიტომ ვამბობ რომ ეს კომპლექსური, ამიტომ რომ სხეულის ენა დაისწავლო, აი ასე შეიძლება რაღაცები კი დახვეწო, დაისწავლო, აი მე ვიცი რომ თქვა და ეხლა ასე არ უნდა ქნა და მაგრამ შინაგანად შენი განწყობა ამისი თუ არ მოყვება ძალიან რთულია. მაშინ მსახიობი უნდა იყო. და თუ ასეთი კარგი მსახიობი ხარ რა გინდა მაშინ ამ სფეროში. მაშინ მსახიობი იყავი და ჯობია ყოველთვის იმუშაო საკუთარ თავზე და იპოვო, აი რატომ გიკანკალებს ხმა რატომ არ ხარ თავდაჯერებული, რატომ სიხარ გარემოში მაგალითად ასე რა არის ამისი მიზეზი და ამაზე ჯობია. რატომ ბეჭედს, როდესაც საუბრობ ან კალამს რატო აწკაპუნებ. ყოფილა ესეთი შემთხვევები მე მინახავს ესეთი კანდიდატები გასაუბრება, როდესაც ჩამიტარებია. ხო, ნერვიულობ და შფოთვის გარეთ გამოტანა გინდა მაგალითად. და ჯობია რომ ამაზე იმუშაო, რომ რატო არ უნდა ინერვიულო, გასაუბრება არ არის რომ ამიყვანოს ვიღაცამ. მე ფრილანსერეთაც მუშაობ, ახლა ამიტომ ალბათ ამ სფეროსთან ასე ახლოს და ორგანიზაციებშიც მუშაობ, როგორც დასაქმებული და როგორც რაღაცა გარკვეული პროექტებით. და არასოდეს არ მქონია განცდა, რომ თუნდაც როცა ფრილანსერი მივდივარ და უნდა ამიყვანო. არა, ჩვენ ეს საქმიანი მოლაპარაკებაა და შენ თუ მე იქიდან რაღაცას მაძლევ, მე აქედან გაძლევ შენ ჩემს პროფესიას და ეს არის შეთანხმება. მეც მაქვს არგებელი, შენ გაქვს, ამიტომ თანასწორია ყოველთვის ეს. იმიტომ კი არ უნდა ინერვიულო, რომ თავი მოაწონო ვინმეს, არა, თანასწორ საქმიან ურთიერთობაზე გადიხარ და იქ მე მიდის ახლა ვაჭრობა, რომ შენი არ ვიცი, გამოცდილება, შენ ამაზე მატება ურთიერთობაში როგორი ხარ, შენ შეიძლება ძალიან მაგარი პროფესიონალი ხარ, მაგრამ კომუნიკაციის უნარჩვევები გაქვს ისეთი, რომ იცი რა არ მიღირს შენთან ურთიერთობა, დავიღალე, აღარ მინდა. ავდგები და სხვას გავაკეთებინებ ამას. დღეს ხო ეს რაღაცა ისეს არ ვაკეთებ ჩვენ არავინ, რომ აი მარტო მე შემიძლია და აი შენ არა. კომპლექსურად იქმნება ეს, მაგალითად თუ ვაკეთებ და ვარ ძალიან კარგი, აი არ ვიცი საათებს ვაწყობ მაგალითად. თან შენთან ისეთი კომუნიკაცია მაქვს და ისეთი ურთიერთობა, რომ ქსიამოვნებს ჩემთან ურთიერთობა. ამიტომ ადგები და საათსაც გავაკეთებ ჩემთან და თან რაღაცა ურთიერთობაშიც მიიღებ, არ ვიცი, სასიამოვნო ემოციებს, მარტივად გაგაგებინებ, ორმხრივია ეს პროცესი. იმიტომ რომ მე შენთან მუშაობდე და შენ ამას ვერ განახვებდე და შენ ეს არ მომწონდა შენი დამოკიდებულება როგორც დამკვეთრის, ანუ გავწყვეტ შენთან მუშაობას. დღეს გვაქვს მე ასე კი, ეს მოცემულობა დღეს გვაქვს ამისი ფუფუნება, რომ მე აღარ ვარ შენზე დამოკიდებული ვიღაც ერთი და ღმერთი და აი იქ მივიდე და მოკლედ ამ ადამიანს ხოტბავაც. ან სამსახური და ან შენ როგორც დასაქმებული, ან მაძიებელი. არა, ან როგორც ფრილანსერი, აღარ არის ეს წავი და მრავალფეროვანია ძალიან გარემო და ფრილანსერებთან ურთიერთობა. ან ფრილანსერი როცა შედის კომპანიაში არ ნიშნავს ურთიერთობაშიც ქაოსს და ურთიერთობის ფორმაშიც ქაოსს. იქ საქმიანი ურთიერთობა შენ ეტყვი და უფრო მოკრძალებული შენ იქნება თუ აგდებული შენ, ამაზეც არის ხო დამოკიდებული. ამიტომ ამ პიროვნებად შორის ურთიერთობებს ქმნი შენი ზუსტად თავის ფასით. შენი თავდაჯერებულობით, შენი პროფესიონალიზმი და ასევე მეორე მხარე და მგონია რომ ჩვენ ეგ რაღაცნაირად კომპანიები არიან ამ თანამედროვე კორპორატიული კულტურის შემომტანები და ამათგან უნდა ვისწავლოთ. ჩვენ კი არ უნდა ვეუბნებოდეთ ფრილანსერები ამას რომ ეგრე უნდა იყოს. ამათ აქეთ უნდა გვასწავლონ ყველაფერი ჩვენ. ორმხრივია პროცესი. ჩვენ ერთმანეთისგან ვიზრდებით, იმიტომ რომ დღეს ორგანიზაციებს აქვთ ამის შესაძლებლობა, თან დიდ ორგანიზაციებს, რომ ყველაზე რაღაცა თანამედროვე ტრენინგები, კურსები და პროგრამები დანერგონ ისწავლონ და
მერე სხვებს გაუზიარონ, ხო და თავის დასაქმებულები ამათ მომდა გაზარდონ და თუ კი მე შენთან მოვდივარ და შენ გეშლება აი ამ კუთხით, უკვე ჩემთვის ავტორიტეტი აღარ ხარ. შენ როგორც კომპანიის წარმომადგენელი და მე ნახე როგორია რომ მე თუ რაღაცა ფრონტის წინა ხაზი ვარ, მით უმეტეს და ხედავ რაღაცა ჩემს ტოპს ისეთი ეშლება რომ მე აქ მთხოვს რომ მომხმარებელს მაგალითად რაღაც არ ვუთხრა და შენ ჩემთან გეშლება და მე მეუბნები, იმიტომ რომ შიდა ბრენდინგი არ გაქვს ჯერ მოგვარებული და გარე ბრენდინგზე ზრუნავ. უკვე კითხვითი ნიშანია და უკვე ჩემთვის აღარ ხარ პატივსაცემი. აღარ გცემ შენმე პატივს, იმიტომ რომ აი არ იცი და თან არც გინდა იცოდე, თორე ადამიანები ვართ ახლა რაღაცები გვეშლება. ერთია რომ არ იცი და მეორე არც გინდა იცოდე და თან თხოვ იმას, რაც შენ თვითონ არ გამოგდის. და უკვე всё. აქ უკვე წინააღმდეგობაში მოვდივარ და ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი კონფლიქტის სათავე და მე შემოდის უკვე არა მოლაპარაკებები, არამედ კონფლიქტების მართვა და ამიტომაც ვამბობ ხშირად რომ ეს არის ძალიან კომპლექსური თემა, საიდან სად გადავდივარ და მე ეს კონფლიქტები როგორ შეიძლება ჩვენ პროდუქტიულად გარდაქმნათ თუ საერთოდ დავიხუროთ კუდი და დავიშალოთ, ესეც არის. თუმცა ხო თავის მხრივ ცუდი არ არის თუ კი რაღაცა მიჩინა თავი. ძალიან დიდი მადლობა შენი საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვის. ვისურვებდი რომ ფრილანსერებმა ეს ყველაფერი პრაქტიკაში კარგად გამოიყენონ, გაითვალისწინონ. ყოველ შემთხვევაში რაიმე შეკითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ ნებისმიერი ჩვენი ვიდეოს ქვეშ დააკომენტაროთ. მადლობა ძალიან დიდი ხათო, ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ. ერთ-ერთი კარგი ადამიანი ხარ ამ სფეროში, რომელიც მართლა გულით მუშაობს, მართლა გულით ცდილობს რომ ეს ცოდნა გაავრცელოს და მოკლედ ბევრი წარმატება. დიდი მადლობა თქვენს გუნდს, მადლობა ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს და დავასრულებ იმით, რომ აი პატარა რაღაც ფრაზასავით რომ დავუტოვოთ. თავის დროზე როცა მე ძალიან ბევრი კითხვითი ნიშანი დამისვეს, ან მე თვითონ დავსვი და მერყეობდი, გამეგრძელებინა თუ არა ეს საქმიანობა, ერთადერთი რაც დამეხმარა იყო საკუთარი თავის რწმენა. სხვა დანარჩენი შეგიძლიათ მე ვიღაცამ ხათუნას დაუჯეროთ, ვიღაცამ ნინის, ვიღაცამ ელენეს და ასე შემდეგ, თუმცა საფუძველი წარმატების იწყება მაინც საკუთარი თავის რწმენით და გწამდეთ იმისი, რასაც აკეთებთ და გწამდეთ იმისი, ვინც ხართ. დიდი მადლობა.